გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს გვაქვს პრაქტიკული ნაწილი, ეს მერვე ლექცია წინაპართა ხაზის შეგრძნება. წინაპრებთან გაერთიანება და მათგან ძალის მიღების ძენ პრაქტიკა. ძენში ხშირად ამბობენ, როდესაც სუნთქავს მთელი სამყარო. პრაქტიკა. დაჯექით, დახუჭეთ თვალები, მოდუნდით. გამართული ზურგით, ანუ ზაზენი. პრანაიამა სუნთქვების საშუალებით მოდუნდით, გაუშვით ნეგატიური ფიქრები, აზრები, ემოციები და დაუგდეთ ყური მხოლოდ ჩემს ხმას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მარჯვენა მხარს ოდნავ უკან დგას მამა თქვენი და მარცხენა ხელი უდევს შეს მარჯვენა მხარზე, ხოლო მარცხენა მხარეს უკან გიდგათ დედა თქვენი და მარჯვენა ხელი უდევთ თქვენს მარცხენა მხარზე. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად ანალოგიურად მამის უკან იგივე პრინციპით დგანან მისი მშობლები. დედის უკან მისი მშობლები. მათ უკან მათი მშობლები, ანუ დიდი ბებიები და ბაბუები. ის, ვინც გახსოვთ, ან ვისი ფოტოებიც ნანახი გაქვთ, წარმოიდგინეთ მათი რეალური სახე. უფრო წინა თაობები, ვინც არ იცით, უბრალოდ წარმოიდგინეთ ქალები და მამაკაცები. და წარმოიდგინეთ, რომ ეს არის უზარმაზარი სამკუთხედი, რომლის წვერი ხართ თქვენ და უკან თანდათანობით ეს სამკუთხედი ფართოვდება და უსასრულოდ გრძელდება. წარმოიდგინეთ ეს უსასრულო რიგი ადამიანების, რომლებიც თანდათანობით მწკრივში, რაც უფრო უკან მიდიან რაოდენობაში, უფრო და უფრო მატულობენ. და წარმოიდგინეთ, რომ ყოველი უკან მყოფი წინაპარი ხელით მხარზე წინა რიგში მყოფს, გადასცემს ძალას და ყველა მათი ძალა და რესურსი ერთად თქვენ გადმოგეცემათ დედისა და მამის საშუალებით. შეიგრძენით ეს ერთიანობა და სიყვარული. შეიგრძენით, რომ ყოველი ჩასუნთქვა თქვენი წინაპრების ძალის მიღებაა, ხოლო ამოსუნთქვა თქვენი ცხოვრების გაგრძელება მათგან. ცოტა ხანი დარჩით ამ შეგრძნებებში. ღრმად ისუნთქეთ და ყოველ ჩასუნთქვაზე გამდიდრდით ამ ენერგიით. ყოველ ამოსუნთქვაზე გაუშვით ნეგატივი, სტრესი, დაღლილობა. როდესაც მიხვდებით, რომ საკმარისია, გადადით მედიტაციის შემდეგ ეტაპზე, მადლიერება. ყოველი ჩასუნთქვისას გაიხსენეთ, რომ თქვენი სხეული, გენები, აზრებიც კი მოდის საგვარეულო ჯაჭვიდან და უბრალოდ უთხარით მადლობა თქვენს საგვარეულოს, თქვენს წინაპრებს და შეიგრძნით, როგორ ივსებით სიმშვიდით. გამოხატეთ თქვენი მადლიერება, მათდამი და სიყვარული. მესამე, კინჰინ ძენის სიარული, როგორც საგვარეულო ნაკვალევზე დადგომა. სიხართ, თვალები დახუჭული გაქვთ ისევ და წარმოსახვით ნელა დაიწყეთ სიარული და წარმოიდგინეთ, რომ ყოველი ნაბიჯი დგას იმ ბილიკზე, რომელიც წინაპრებმა გათელეს. იგრძენით, რომ თქვენ ხართ მათი გაგრძელება და თქვენს ნაბიჯში ისინი კვლავ ცოცხლდებიან. ასევე შეიგრძენით, რომ მათ უკვე გაგიკვალეს ეს გზები და ფართე სწორ და იავარდით მოფენილ ან კოინდარზე დადიხართ. მეოთხე, არა მე, არა ისინი ხედვა. ძენის სიბრძნე ამბობს, მე და ჩემი წინაპრები ერთნი ვართ, რადგან მე მათგან წარმომიშვი. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გენეტიკა, არამედ ცნობიერების უწყვეტი დინებაა.
მედიტაციაში შეგიძლიათ უბრალოდ შეიგრძნოთ სხეული, სუნთქვა, გული. ეს არის მთელი საგვარეულო ხაზი, რომელიც ეხლა ამ წამს გრძელდება თქვენში. შედეგი. ასე მშვიდად და წყნარად, ძენის სიმშვიდით, საგვარეულო ენერგია იგრძნობა არა როგორც რიტუალით გამოძახებული ძალა, არამედ როგორც ბუნებრივი ფაქტი. თქვენ ხართ თქვენი წინაპრები და ისინი თქვენში აგრძელებენ ცხოვრებას. ეხლა დაფერთხეთ ხელფეხი, შეარხიეთ ტანი, მხრები, კისერი, თავი, სხეული, დაბრუნდით თქვენ სხეულში, თქვენს გონებაში, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, გაახილეთ თვალები. მედიტაცია დამთავრებულია. ცოტა ხანი კიდევ იჭიქით, დაისვენეთ და შემდეგ ათიქით და გააგრძელეთ თქვენი საქმე. მე კი დაგემშვიდობებ.